წამოსულები არიან ბაღდადიდან. გადმოვიდნენ ესენი და დასახლდნენ ხაშმში. და ხაშმიდან როგორც ვიცი, ქვია ერთ-ერთ მემამულეს. აი ხაშმში დასახლდნენ ესენი და ივანეს ყავდა 6 შვილი. 3 ბიჭი და 3 გოგო. გიორგი, ესტატე და ალექსანდრე. სანდესა ჩაიწერო. გიორგი, ისინი ალექსანდრე და დები. სხვადასხვა. მე პაპაჩემმა ბებია ჩემი. არსენა ზმიშვილი. არსენა ოძელაშვილი. არსენა ოძელაშვილი, მარაბდელი. მარაბდელი, არსენა ოძელაშვილი. ბებია ჩემს ახსოვდა არსენა. ახსოვდა არსენა. არსენა ახსოვდა ბებია ჩემს. აი თავდახურული ლეჩაკიანი ქალია. ბებია ყოფილა 2-3 წლისა რომ არსენა უნახლია. აი შემათამაშა, შენ გენაცვალოსო, შენი მისაუბრა. ხო, ფიზიკურად ძლიერი ყოფილა. ფიზიკურად ხო, ძლიერი კაცი ყოფილა. ფაქტობრივად შალვა ლოლაძის პაპა იყო არსენა? პაპის ძმა. პაპის ძმა. არსენა ოძელაშვილი. არსენა ოძელაშვილი. აი ის პიროვნება, ვინც მეგობრობდა ქაქუცაცთან. ქაქუცა ეს შალიკოს ძმა. ანუ შალვას ძმა არჩილი იყო ქაქუცას ძმაკაცი. მეგობარი და მთიულეთში რო იმალებოდნენ, ერთად იმალებოდნენ. ანუ მთიულეთში ერთად იმალებოდნენ აი რევოლუციის პერიოდში, აი 24-ში მთიულეთში ერთად. და მამის სახელი რა იყო შალვას? შალვას მამის სახელი გიორგი. ეს გიორგი. ხო, გიორგი იყო. და ესენი აი ანა არჩილი, ლადო და ვანო დაიბადნენ თბილისში. და მე პაპაჩემი გადავიდა ბაქოში ნავთის სარეწებზე და იქ მუშაობდა ბურღის ოსტატად. და დაიბადა იქ ლევანი, კოლია, თამარი, შალვა. დედაჩემია თამარი. იქ რო სომხებსა და თათრებს შორის ომი დაიწყო. პაპაჩემი იძულებული გახდა, რომ წამოსული ბაქოდან და წამოიყვანა თავისი შვილები და წამოვიდა. თითოეულ შვილს შორის 2 წელია სხვაობა. ჩამოვიდნენ თბილისში, დასახლდნენ თბილისში, ავლაბარში. მე პაპაჩემი მოუსვენარი კაცი იყო, ძალიან ბევრ რამეს აკეთებდა. აი ყველაფერი იცოდა, სახსის იააშენებდა, ისე ჩაგაბარებდა აწყობილ სახლს. ინჟინერი ვერ იქნებოდა ისეთი როგორც პაპაჩემი იყო. ძალიან და ნავთი მოიძებნებაო და წავიდა ბაქოში რო იყო. იმას ფიქრობდა, რომ საუბარში ნახა, რომ ვეძებშიო. ახმეტის რაიონის სოფელი ვეძების მხარეს ეძახიან, იცით ალბათ თქვენ ესა. იქაო ნავთი იქნებაო და წავიდა იქ. მე სოფელი მოეწონა ძალიან და დასახლდა. ეს დაახლოებით იყო 1917 წელი. ბებიაჩემიც ის გადავიდა. დეიდაჩემი უკვე დიდი იყო, არჩილიც დიდი იყო, არჩილი ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო. და იმასთან ერთად დადიოდა. და ესენი ამან დეიდაჩემმა ლევანი, კოლია და თამარი წამოიყვანა თბილისში და თბილისში მიიღეს ამათ განათლება. შალიკო და ეს 4 წამოიყვანა დეიდამ თბილისში. ჩადიოდნენ ზემო ხოდაშინში, ჩვეულებრივად როგორც ოჯახში. ეხლა მე გავამახვილებ რაზე ყურადღებას. დეიდაჩემს ჰქონდა დამთავრებული ბაქოს ქალთა გიმნაზია. არჩილს ტექნიკური განათლება ჰქონდა. ლევანის ლადოს და ვანოს ჩვეულებრივი განათლება ჰქონდა, ტექნიკური ჯგუფში სწავლობდნენ. ლევანმა დაამთავრა მოსკოვში და აგრონომი იყო. კოლიამაც დაამთავრა მოსკოვში და ქიმიკოსი იყო. დედაჩემი მათ თბილისში დაამთავრა, ეკონომისტი იყო და შალვა კადრის ოფიცერი იყო
40 წლამდე. იმიტომ რომ კაპიტანი წავიდა აქედან ჯარში 24 წლისა. და დათიკო ყველაზე პატარა იყო, რომელიც 20 ზემო ხუდაშინში დაიბადა, ეს 17 წლის არ იყო ომში რო წავიდა. ეხლა შალვას დამთავრებული ჰქონდა განათლება ჰქონდა სამხედრო მიღებული. იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. მეც მახსოვს შალვა. იცით როგორი იყო? ყველაფერს რო გადადებდა ადამიანის გულისთვის და მიეხმარებოდა. რო გითხრათ, რომ ძალიან მაღალი იყო და რაღაცა ყველაზე მაღალი იყო დათიკო და ლადო. მაგრამ შალვა იყო ჩასხმული კაცი და ულამაზესი კაცი თურმე. რო გაივლიდა რუსთაველზე, გოგოები გუნდად დაყვებოდნენ. ისეთი ლამაზი კაცი ყოფილა. ეს არის 25 წელში გადაღებული სურათი. შალვასი. შეხედეთ რა ლამაზი კაცია. ხო. იცოდა კარგად გერმანული. იყო საუკეთესო მოცეკვავე. მაშინ იყო ესეთი ისიც დეკას ეძახდნენ. და იმის ანსამბლში იღებდა მონაწილეობას. ოპერის თეატრს სამჯერ ჩოქით უვლიდა თურმე. ისეთი მოცეკვავე ბიჭი იყო. შემდეგ რა გითხრათ მე სული შეერთო აგერ მისი ლენა ტეტრიაშვილი. სანამუშაოდ შალვა ეს არის ლენა ტეტრიაშვილი, რომელიც ბატონო, პაპაზე რომ მითხრათ, ინჟინერი იყო, ეს საინჟინრო განათლება როგორ მიიღო? ამან საინჟინრო განათლება მამამისი. ბაბამ როგორ მიიღო საინჟინრო განათლება, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ბურღვის ოსტატი იყო ბაქოში. ნავთობის მრეწველობაში მიიღო, ბურღვის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ძალიან ჭკვიანი კაცი. და როგორ ჩანს ძალიან აქტიური იყო და რაღაცა პოლიტიკასთან რამე შეხება ჰქონდა. ალავერდის გუმბათი 80 წლის ასაკში პაპა ჩემმა შეაკეთა. 80 წლის ასაკში. ავიდა გუმბათზე და ალავერდის გუმბათი პაპა ჩემი შეკეთებული იყო. ხიდი რო აშენა რაღაცა ის ვინ არის? ის დათიკო პაპამ ააშენა. ეს მეორე პაპა ეს ვიცოდი ამდენი. ალაზარზე წითელი ხიდი რო იყო. ხო გახსოვთ? დათიკო პაპას აშენებული იყო, ჩემი პაპის. მამა ჩემის მამის. მე დავინტერესდი შალვას ძმის, რომელიც ქაქუცასთან ეს არის არჩილზე რა შეგიძლიათ ორი სიტყვით გითხრათ და მე ქალბატონზე. არჩილზე რა შემიძლია გითხრათ? ეს დაჭერილიც იყო. რომელ წელს დაახლოებით ხომ არის? არჩილის შვილია ვახტანგ გლოლაძე, აღარ არის ცოცხალი, ჩემი ბიძაშვილი. საცხოვრობდა. ცხოვრობდა თბილისში. უпроსწორად დაამთავრა ზემო ხუდაშინის აწყურის სკოლა დაამთავრა. მერე ჩამოვიდა აქა, გააგრძელა დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და აქვე დარჩა. და თვითონ არჩილი გარდაიცვალა როდის? თავისით გარდაიცვალა. ეს იყო 80 რომელი წელი? 83 დედა. 83 მე მახსოვს ეგრევე. რაიმე ქაქუცასთან კავშირში ხომ არ გაიქცა? ეს უიმალებოდა. არჩილი უიმალებოდა. არც ცხოვრობდა თითქმის იცით სადღაც ნაქირავებში იყო, სადღაც დამალულ ეშიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ომში ხომ არ იყო ნამყოფი? ეს ომში კი არა, ციხეში იყო. ამ დროს ციხეში იყო მაგ დროს. ზეგი 37-ში მაინც იყო დაპატიმრებული. ეს რომელ წელში დააპატიმრეს არ ვიცი. ასე ზუსტად ვერ გეტყვით რომელ წელში დააპატიმრეს. არჩილი დაპატიმრებული რო იყო ის ვიცი. გამოვიდა და იცით უпроსწორად ისეთ საქმიანობას ეწევოდა, რომ ისე
არავისთან ესეთ დიდი ურთიერთობები და კონტაქტები არ ქონა. მაგრამ ეს ხელმარჯვე ოსტატი იყო არჩილიც. აბსოლუტურად ყველაფერი გამოსდიოდა იარაღის ხო არ ამზადებდა ამის. ბატონო? იარაღის ოსტატი ხომ არისო? იარაღის არის. აი ამ ქალბატონზე ამ ბრძანებით. აი ეს ლენაზე? დიახ. ეს ცოტა უფროსი იყო ბიზაჩელის. რაგვარი იყო? კეტლიაშვილი ლენა. ეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს და აი ძალიან განათლებული ქალი იყო. ამათი ქორწინეს 1951 წლის თებერვალში. და ბავშვი გაუჩნდა ლენა ძალოს ვეწარდიჩვენა იანვარში ეყოლა გოგონა იათამზე დაარქვეს. ბიძაჩემა იათამზე ნახა თებერვალში. ან ორსულად რომ იყო მე ვიქორწინეს. არა, თებერვალში ნახა 42 წლის თებერვალში. და ეშალონი მიდიოდა. და ესეც უნდა გაყოლოდა თავის ეშალონს. შეირბინა ოჯახში, მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ლენა ძალოს ჰქონდა ბინა, შეირბინა ნახა, აი თუ გახსოვთ ბელინსკის სასახლეთან სასისკებისა და მის იყო იქო ბოლოსო შემოდიო მითხრაო ლენა ძალო მეუბნეოდა შალიკო მითხრაო შემოდი და შევიდეთო ერთხელ კიდე შევჭამო ამასო და ერთ ჭიქაპრივას დავლეო და წავალო სამ თებერვალს იყო ბოლოს სახლში და წავიდა არავით თვითფრინავიო გაზეთში ამოგვიდით რომ ფრინავი იყო. ბიზაჩემი არ იყო ფრინავი. არტილერისტი იყო, უფრო ესეთი ამან ეს მასთან კაცო კაზიმის შავ ზღვასთან ახო, ალზოვის ზღვასთან დაიჭრა. ბრძოლაში და დაჭრილი ჩავარდა ტყვედ. ან ქერჩი არ იყო. ქერჩი დაიჭრა. ქერჩი დაიჭრა. ქერჩი ხო არის იქვე? ქერჩი შავი ზღვა. ხა, შავი ზღვა. ხო. 42 წლის თებერვალი მარტის სწორედ ქერჩის ოპერაციის ქერჩი დიახ ქერჩი დაიჭრა. და რა მეინტერესებს გორში მინახავს შალვას ფოტო ერთ-ერთ ოჯახში, ანუ გზად ფრონტზე გაწვევის დროს იქ გადაღებული. შალვას ერთადერთი გოგო ჰყავდა იათამზე. არა დედა გორში ვიღაცა ხო იყო გორში ტექსელელი. ანუ ერთ-ერთ ოჯახში სადაც ვიყავი შალვა ფრონტზე წასვლის წინ, ანუ სტუმრად გამოიარაო და ლენა ქართლელია. ბიცოლაჩემი არის ქართლელი. აჰა, ეთყობა მათნაც. ეს არის ქართლელი. რომელი სოფელი არის? სოფელი არ ვიცი. ვერ გეტყვი ზუსტად. ეს არის ქართლელი ხალი. ძალიან კარგი ხალი, აი არაჩვეულებრივი. ის შალვას გოგონას შესახებ გოგონა გარდაიცვალა 10 თამრიკოზე გეკითხება. თამრიკოზე არ მეკითხება. არა, იათამზე, რომელიც 42 წლის იანვარში დაიბადა, ნოემბერში გარდაიცვალა ფილტვების სამთებით. შვილი ლენას აღარ დარჩენია. მე უკვე აღარც თხოვდებოდა, მაგრამ მე ბიძაჩემებმა ლევანიმ და კოლიამ უთხრეს, რომ ნუ დარჩები მასე მარტო და ჩემთან გადმოვიდეს ერთ-ერთი ძმისშვილი და იმასთან ვიცხოვრებო, მაგრამ ნუ ეს პირადი ცხოვრება იყო მისი და გათხოვდა მე უკვე ასაკოვანი ხალი იყო და შვილი აღარ ყოლია და ახლა დიდი ხანი არ არის, რაც გარდაიცვალა 10 წელიწადია, რაც გარდაიცვალა ლენა ძალო, მე მასთან ურთიერთობა მქონდა სიცოცხლის ბოლო წლამდე. ძალიან კარგი ხალი იყო, ძალიან განათლებული, ნაკით, უაღრესად. აი არაჩვეულებრივი ხალი იყო. შალვას განათლებაზე. შალვას დამთავრებული ჰქონდა სამხედრო სამსახურის ისა, აი ეს ჰქონდა განათლება, უცხოენა იცოდა, რუსული იცოდა, გერმანული იცოდა, რუსული იცოდა და საერთოდ ძალიან კომუნიკაბელური კაცი იყო. ძალიან ეს შრომის მოყვარე, ძალიან აი ყველაფერს გააკეთებდა. მაბატეთ მე განათლება შემთხვევით არ გკითხეთ. თუ ქალბატონი ლენა იყო, ხო, განათლება ზოგადად ელენე.
თვითონაც ზოგადი განათლებაც ალბათ ჰქონდა, ხო? ამას? შალვას. რა თქმა უნდა. სამხედრო აკადემია ჰქონდა, რაღაც გარდაგვარი დამთავრებული. ხო, დამთავრებული ჰქონდა სამხედრო, ზოგადად განათლება. რომელიც აი უკვე კადრის ოფიცრით დაამთავრებდა. სამხედრო განათლება ჰქონდა, ძალიან ლამაზი კაცი იყო, ძალიან ესეთ ხო გითხარით, აი ვინმე ცნობილი მწერალთან პოეტთან ვინმესთან ხომ არ მეგობრობდა, ან მის სამეგობრო აქვს ვინმე? არა, ეგ უკვე მისი სამეგობრო არ ვიცი მე. ეს დეიდა ჩემი იტყოდა ხოლმე, რომ აი ესე იგი ისეთი პიროვნება იყო, რომ თავს შეგაყარებდაო ერთი ნახვით. აი რომ ვისთან მე საუბარში სუფრაზე რომ მივიდოდა, იქიდან უკვე ყველა მასზე შეყარებული მოდიოდა. საზღვარგარეთ ხომ არ იყო ნამყოფი მანამდე? საზღვარგარეთ ნამყოფი არა. მოსკოვში? მოსკოვში დადიოდა, იყო ნამყოფი. მოსკოვში იყო. ამას ვერ ვიტყვი, რომ არ იყო. აი მე რატო ვკითხო, განათლება იქნება მოსკოვში ჰქონდა მიღებული? მოსკოვში არ მეუღია განათლება. მოსკოვში და მიჩურინსკზე ბიძაჩემი ლევანი და დედა სად სწავლობდა ეს სამხედრო განათლება სად მიიღო? თბილისში. უცხოენა ნამდვილად ვიცი რომ იცოდა, გერმანული რომ იცოდა, რუსული რომ კარგად იცოდა, ეს ვიცი და ბატონო. ანუ როცა უკვე წაიყვანეს ფრონტზე, ანუ მერე როცა ეს ყვალი დაიკარგა, ანუ რა როგორ გაარკვია ოჯახმა რომ აი ფრონტზეა და მერე რა ხდება? ოჯახმა რა გაარკვია? 42 წლის შემდეგ დაიკარგა შალიკოს კვალი. და უცბად 46 წელში აპრილის თვეში ვკითხულობთ ქართველი ბატალიონის აჯანყება ჰოლანდიაში. გუნძულ ტექსელზე. ამას აკეთებს ევგენი არტემიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობდი. აგერ ცხოვრობდა ნუცუბიძე და მანამდე არ იცნობდით, მერე გაიცანით. მერე გავიცანით. და ისა ბოლოს მანგლისში გარდაიცვალა ევგენი არტემიძე. აი ევგენი არტემიძეს აბრალებენ ბიძაჩემის სიკვდილს. დანარჩენი ხალხი აბრალებდა ევგენი არტემიძეს ბიძაჩემის სიკვდილს. ანუ ეს როგორ მოხდა? აი როგორ მოხდა? აი რამდენადაც იმის წიგნებიდან და გაზეთებიდან. ეს გაზეთები სულ შენახული ჰქონდა. არტემიძე ბერგმანში იყო. ბატონო? ბერგმანში ხო არ იყო არტემიძე? ბერგმანში ხო არ იყო? არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ესე იგი შალვამ თქვაო, მე რომ ჩავალ საქართველოში, მან ვაჩვენებ მაგ ბერგმანის ხალხსო და მათ მოკლეს ღალატი ზურგიდან. შეიძლება ვერ გეტყვით. ამას თვითონ ხო არ მეგვეტყოდა რა. აი როგორ იყო, იცით? წერია რომ ესე იგი დაჭრილი ბიძაჩემი ჩავარდა ტყვედ და პოლონეთში თუ იმაში შეყარეს ეს ხალხი ერთნაირად მუხლამდე ბალახში. და ერთ თვეში ბალახის ნასახი იქარება. ბალახს ჭამდნენ. მერე გამოაცალკევეს ქართველები ცალკე. თანაც ხელი შეუწყო ბიძაჩემს იმან რომ გერმანული იცოდა და ესმოდა ისინი რას ლაპარაკობდნენ. მერე წაიყვანეს პოლონეთში, გადაიყვანეს ეს ხალხი. მერე უნდათ ეს ხალხი გამოეყენებინათ საბჭოთა კავშირის წინამდე. მერე ბიძაჩემმა შეკრიფა ეს ქართველები. მერე გადაასახლეს ჰოლანდიაში, ჰოლანდიიდან საფრანგეთში, საფრანგეთიდან ისევ ჰოლანდიაში, ბოლოს კუნძულ ტექსელზე. და ბიძაჩემს ჰქონდა ურთიერთობა ინგლისთან. ორჯერ გაგზავნა თურმე დახმარებისათვის, რომ დახმარებოდა. ბიძაჩემს იქ ორი შვილი ჰყავდა. სხვადასხვა ქალისაგან. ურთიერთობა ყველაზე კარგად ესე იგი ურთიერთობა ჰქონდა ამან. ჯერ ჰოლანდიაში იცით სანამ ტექსელზე გადავიდოდნენ, მანამდე ჰყოლია ერთი ქალი, რომელთანაც გაუჩნდა გოგონა, დაარქვა თამრიკო. ის გოგონაც ამყავდა აქ თბილისში. ნახეთ და გავიცანით და 10 წელიწადი მიმოწერაც ამქონდა. ეხლა დავკარგეთ.
გერმანიაში გათხოვდა და თვითონ აღარ მოგვწერა მისამართი და დამეკარგა. და ეს რობერტი, რომელიც ახლა გავიცანე, ეს მოხდა 2000 წელს გავიცანე, ჩემი ბიძაშვილი. ეს არის ბალერინესაგან, ქალისაგან, მოცეკვავე. ქალისაგან შვილი ჰყავს ბიჭი, რომელიც არის 70 წლისა ხდება ახლა. თამარი რამდენი წლის? თამარის უფრო დიდია. თვეებით. ეს ერთდროულად 44-ია ის დაბადებული, ეს 45. არა დედა, თამარიც 45-ია დაბადებული, ოღონდ ივნისში. და რობერტი არის ოქტომბერში, 45. ხო, მართალი ხარ, მართალი. ორივე 45-იანია. ორი. აი ესე ბიძაჩემი იქ როგორ იყო იცით? 100-ის თავები ყავდა. იქ ევგენი არტემიძეს თავის თავს როგორც პარტიული ხაზით მithom პარტია რამე აქეთ იქით, მაგრამ თავი იყო ბიძაჩემი. არტემიძეს კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან? თუ პარტია? არა, მithom პარტია ჩამოაყალიბა იქა. ვინ იყო პარტიული? ბიძაჩემი არ იყო პარტიული. გამიგეთ? ეს ამათ მოუქონა თავი. აპარტიეთ ამ გამოთქმის ვინ იწერება? რა პრობლემა პირა? ანუ მე რა მაინტერესებს უფრო ზუსტად რო გითხრათ. ანუ 46-ში უცებ ეს დაიბეჭდა გაზეთში, ესე გაიგეს რა როგორ იყო და აი მე როგორ მოაღწია თქვენამდე ამ ხო, გაზეთში წავიკითხეთ ყველაფერი სურათი, ბიძაჩემის მკვდარი სურათი აქვს და იქა. ევგენი გააჟღაჟებული, მზის და ბიძაჩემი სადღაც იქით, როგორც მეთაური, აჯანყების მეთაური იქით აღყავთ რა, გადაგდებული. და მკვდარი. ხო და ვაიმე ბებიაჩემი გადმოქანდა ზემოხუდიჩნე დედაჩემს ეუბნება. შვილო, თურმე ცოცხალი ყოფილა შარშან ამ დროს, ჩემი შვილია. არა. მე კოლიაძემ კი იცოდა სხვათაშორის ეს მუშაობდა მაშინ ისეთ ადგილებში, რომ კოლია გაიკვატე. ისიც როგორ იყო ამას ხო ქიმიური ჰქონდა დამთავრებული და კინემატოგრაფიაში ზამინისტრი იყო ბოლოს კინემატოგრაფიის თვალეშვილის მოვისი. თვალეშვილი რო იყო კომიტეტის თავმჯდომარე. კადრებში. ანუ მანამ ოჯახი გაიგებდა ეს იცოდა, მაგრამ ოჯახს არ. არაფერი ცნობა არ აქვს. დათიკო შესახებ, დათიკო ისა 17 წლისა წავიდა ჯარში. მოხალისე წავიდა ჯარში და იმამდე ვერ ჩააღწია. ფრონტამდე ვერ ჩააღწია, აფეთქდა მატარებელი, დაბომბეს მატარებელი და მოკვდა დათიკო 17 წლისა. აი, შალვასთან დაკავშირებით თქვენ წერანის არტემიძე ახსენეთ და სხვები ამბობდნენ რომ არტემიძის ბრალი იყო მისი გარდაცვალება თუ არტემიძის ხელიერია. არტემიძის ხელიერია მის გარდაცვალებაში. გასცა სადაც იმალებოდა ბიძაჩემი. ანუ ეს ამბები მერე ანუ სინამდვილეში გამოხდა როგორ ვისგან რანაირად გაიგეთ ეს რანაირად გავიგეთ და რანაირად ისაფქელეთ ეს ამბავი. მერე იყო ბიძაჩემი დაიბგუპა აპრილის თვეში. და გონგლაძე დანიშნეს, ნოე გონგლაძე დანიშნეს ბიძაჩემის მოადგილე უფროსად. მეთაურად რა. ის ხომ მოვიდა ჩვენთან, ის ჩამოვიდა საქართველოში. და კულიასთან, ლევოსთან მეგობრობდა. ბიძაჩემებთან მეგობრობდა ნოე გონგლაძემ და საცხოვრებელია. ხო, არა, ეს ბორჯომელი იყო და ხო, ის ჰქონდა ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნოეც ადრე გარდაიცვალა სხვათაშორის და ხო, ბორჯომელი კაცი. კი, ახლა გონგლაძე და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აი იმის მხრიდან გავიგეთ უფრო მეტ. მაინც როგორ ყვებოდა რა მოხდაო სინამდვილეში? აი სინამდვილეში ზუსტად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ რო აჯანყდნენ ეს
750 კაცი იყო თუ რაღაცა 100 მეთაურებად ახავდა და დაყოფილი, ყველას ხო თავისი უბანი ჰქონდა, თავისი კუთხე ჰქონდა. პირველ დღეს გაიმარჯვეს გერმანელები, გამოყარეს ისახნეს, ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მოსახლეობა ეხმარებოდა ამათ. ექსელის მოსახლეობა ეხმარებოდა ამათ, ქართველებს. ხო და ისა ჰქონდათ კაცო, რა ქვია, მე იმ დახმარებამ ითხოვეს და მოვიდა ძალიან დიდი ძალა. უცბად გადმოუშვეს გერმანელებმა ძალიან დიდი 45 წელში მაინც მოახერხეს ეგ და დაიმალნენ ხო შეძრული მაშინ და იცოდა სადაც იყო და იქ მივიდნენ და იმ სამალავში მოკლეს. მე ესეთი შეკითხვა დამიბადა. ეს მოკლეს გერმანელებმა. ის ცოცხალი გადარჩა. ხო. რეალურად იქნებ შალვა უკვე გარდაცვალებულის სახელი გამოიყენა ამ ადამიანმა? თვითონ გამოაცხადა თავი შალვა? არა. ამ პიროვნებამ ვინც ცოცხალი გადარჩა, მისი სახელი გამოიყენა. მიცვალებულ ადამიანი არაფერს არ იტყვა, დაიბრალა არიქა პარტიული ორგანიზაცია შექმნილი. თქვენ ამაზრს პარტიული რო ჩამოაყალიბა მითომ ორგანიზაცია, იქ ვინ კაცმა წერა კითხვა არ იცოდა, რომელ პარტიაზე იყო ლაპარაკი. მე მაქვს ნანახი სია 65 წელში შედგა 20 წლის თავი. კომკავშირის ხეივანს რო ეძახდნენ, ხო იცით ქალა ის რომ არის აი იქ გაიბართა და ეს მთელი ჩამოსულები 180 კაცი დაბრუნდა. 720-დან 180 დაბრუნდა, დანარჩენი ყველა ერთად დაასაფლავეს. ბიძაჩემი იყო განსაკუთრებულად დასაფლავებული. ცალკე. ხო და მე იქ წიგნიც ხო გამოუშვეს ქართული პარტიზანები ჰოლანდიაში. აი იქაც არის მოხსენიებული. ხო და ეს რო ჩამოვიდნენ, აი ყველამ აბსოლუტურად ვინც კი იქ იყო, აი 65 წელში. ყველა დავხოცილი ყავითო. ყველა განადგურებული ყავით იქაო. დღეს ჩვენი ცოლშვილი ნაპატრონებელი იქნებოდა, შალიკო ცოცხალი გადარჩენილი იყო. ყველა ერთხმად იძახდა. ეს რო ხმას ამოიღებდა ევგენი არტემიძე, ლამის ჩაეკოლათ. თქვენ გქონდათ შემთხვევა რომ პირადად გენახათ არტემიძე და დალაპარაკებოდა? რამდენჯერ? აქაც ამყოლია სახლში. ერთადაც მუშაობდა. თელავშიც კი წავიყვანე. შეგიძლიათ ის სურათები გააქვთ გვაჩვენოთ არტემიძის თამრიკოს სურათებშია. თამრიკოს სურათები სად არის რო არ ვიცი. აი ამ პარკში. მანანა. და აი საბჭოთა პერიოდში ხო იყო რომ აი ეს წლისთავები რაღაცა შემდეგ ესენი წასული იყვნენ ჰოლანდიაში, ისინი ბიძაჩემი ჩამოდიოდნენ. კოლია იყო ჰოლანდიაში წასული. ეს უკვე როგორც კინემატოგრაფიაში. ვიცი ხშირად დადიოდა. ერთხელ იყო ბიძაჩემი კოლია წასული. აი რომელიღაც თქვენ 85 წელში. არა დედა. თუ 75-ში, 75 წელში. 30 წლის თავზე. 30 წლის თავზე. მანდ ნახე, მანდ იქნება არტემიძის სურათები. და თვითონ არტემიძე რას გეუბნებოდათ? რას გვეუბნებოდა, უბედური შემთხვევა მოხდაო კაცო. მეც განვიცდი რომ მემაბრალებერო და მე არა ვარ დამნაშავეო. ამას იძახდა. მე რამ კითხვა მე ხლა ეს იმდენად არ ვიცი ეს საქმე. ირაკლი ჩემზე მეტად ერკვევა. აი არტემიძე და თამრიკო ეს არ არის? დამანახვე? ეგეთვე. მე მქონდა შემთხვევა რომ დავლაპარაკე. ეს არ არის არტემიძე. არ ვიცი ვინ არის რა. ეს არ არის. ეს იცი ვინ არის? ზემო ხოდაშენში მეზობელი რო ყავდა, ეს სურათი არის ზემო ხოდაშენში გადაღებული. არტემიძეს? კი. ზემო ხოდაშენში არის ეს გადაღებული. მე რამ დამოინტერესა. ბატონო, არტემიძე ეს თავისი თუ არ დაბეჭდა ეს სტატია. მას შეუკვეთეს ალბათ და დააწეს. კი არ შეუკვეთეს. იცით რა, მაგი რო ჩამოვიდა, უნდოდა რომ გაეგოთ ყველას რომ არის და კომუნისტში იბეჭდებოდა ეს მე სხვა კითხვას ეს თავისი თხომ არ დაბეჭდიდა. ამან კომუნისტური ხაზი გამოსცა. ხო, ეგ არის, ხო ვარ. ანუ ეს აი ეს ნახეთ აბა. მე სხვა აი ეს არის, აი არტემიძე. ეგ არის, ხო? ხო, აი ეს არის არტემიძე. აი
აი არტემიძის სახში გადაღებული, აი სადაა შალიკოს სურათი, აი ნახე ვიპოვე, აღმოვაჩინე. ეს არტემიძის სახლია, ხო? ხო. აი ლენა, აქ რო იყო ეს ლენა ძალოს რო ახსენებს და ჩემი, აი ეგ არის. ეს არტემიძემ თამრიკო გამოძებნა. და დაგვირეკა ჩვენ და გითხრა რომ თამრიკოც შვილია ვისიო, შალვასიო. ნამდვილად შვილია. დედაჩემს ის ძალიან გავდა თამრიკო მართლა. მანდა აი აქაც არ არის. არტემიძემ თვითონ მოძებნა? თვითონ მოძებნა კი არა, იცით ამას კავშირი ვიღაცა ხალე ყავდა. და იმასთან მქონდა ურთიერთობა. იცით ვინ იყო? აი ესეც არტემიძის სახში გადაღებული სურათი. ბურგომისტრი იყო თუ ვიღაცა იყო იქ ხალი. რომელიც მისი მასაყვარლებელი იყო. ალბათ მე ესე ვფიქრობ, მაპატრიოტ არ ვიცი. ეს საპატებელს ჩაუბრია ამბავი. ხო, არ ვიცი რა იყო. მოკლედ იქიდან და გითხრა რომ ესო აი არტემიძის სახლი ის არის არტემიძის სახლი. ხო, ის არისო და ისე რო გითხრათ სიმართლე, ჩვენ ძალიან კარგად მივიღეთ ის თამრიკო. გაგვიხარდა რომ სურათები ხომ არ მოუტანიათ იმათ შალვასი არა. იქიდან იმას მამა არ ახსოვდა. არა, იქნებ ოჯახში იყო დატოვებული. და სხვათა შორის აი რობერტის დედამ, ვალერინამ შვილს არ უთხრა ვინ ახავდა, ვინ იყო მისი მამა. რატო? არ გამჟღავნა. იმიტომ რომ ურთიერთობა ჰქონდათ სულ რაღაცა 2 თვე, თებერვალი და მარტი. აი სანდრა შეხედა თელავში ჩვენთან ერთად. სანდრამ გვაპოვნინა ჩვენ რობერტი. ანუ იმათგან რომ რაიმე ახალი გააგეგოთ შალვაზე და ეკაო ამბავზე შვილებისგან ესე არ ყოფილა. შვილებმა არაფერი არ იციან, არც თამრიკომ და არც რობერტი. რობერტი ეძებდა თავის მამას. იცოდა რომ ქართველი იყო, მაგრამ არ იცოდა ვისგან იყო. და როგორ? ხო და მე რომ ისულა იქ ტექსელზე და რომ უნახნია იქ სურათები. თავისი თავი მიამსგავსა რატომღაც ბიძაჩემს. წავიდა და ბიძაჩემს ის აღქონია ულვაშები. თავის სურათზე გაუკეთებია ულვაშები. ბიძაჩემი 29 წლის ამოკვდა. მეტის კი არ იყო. და აი მხოლოდ აქედან მიხვდა რომ ისი შვილი იყო? ხო, აი იცით რა იყო? აი ეს ისახნა ულვაშები გაიკეთა და მიხვდა რომ ძალიან ჰგავდა მას. და მე ჰოლანდიის საელჩოში რაღაცა საქმე მქონდა, რაღაცაზე მივედი და წინა დღეს გამოაცხადეს კიდე ისა რომ ისაო რა ქვია შალადლოძის ვინახავ დარჩენილიო ძალიან აქ თქოს ჰოლანდიის საელჩოში მოგზავნა. საკონსულოში. და წავედი მეორე დღეს ჰოლანდიის საელჩოში მე. მივედი და უი სანდრა რო გაიგო, სანდრა მაშინ იცით ვინ იყო ჰოლანდიის კონსული ჩვენთან. ჩვენ რო ყავდა მინისტრ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. რაგვარია შვილო ის კაცი დამავიწყდა. ჩვენებული გელდიაშვილი, ზალიკოს შვილიშვილი. და ზალიკო და დედაჩემი თანაკლასელები არიან. ზალიკო გელდიაშვილი და დედაჩემი. ხო და ისა რე იყო ისა. მივედი იქა და დამიდო სანდრამ ერთი დიდი სურათი. და მეუბნება რომ აბა ესო ვინმეს თუ გავსო. დავხედე სურათს უყურებ და ზუსტად ჩემი ბიძაშვილი ვახტანგია. ცხვირი თვალები ახეთ სურათს გაჩვენებთ როგორ გვანან ერთმანეთს. ხო, მე თუ გაჩვენებ. ხო. აი მე ჩემი ბიძაშვილს აკეთებ. როლაძე აკერა, ეს გადაჭი აღმოვაჩინე. შენახული გვაქვს, მე ძალიან საინტერესო წერია. აი ეს როლაძე. ის სურათი იქ ნახეთ, მოხეული ეთქობა სიძველის გამო. ხო და ვაიმე მე უთხარ ეს სანდრას მეუბნები ეს ჩემ ბიძაშვილს აკავს მეთქი კაცო ეს ბიჭი. ხო და წამიყვანეს ბურგომისტრი იყო ჩამოსული, ვიღაცა იყო ჩამოსული. ხო და მივედი და მეუბნებიან მართლა არავინ აღარც ბიძა ჩემი ბიძები იყვნენ ცოცხალი, აღარც დეიდა, მარტო დედაჩემი იყო ცოცხალი. მოვიდა სანდრა და მან გეხვეწილი დედაჩემი 90 მიტანებული ხალი იყო. ხო, ეხლა გისმენდით და ჩამოიყვანე. ადექი და ჩამოიყვანე. რადგინდა მეთქი სანდრა ვეკითხები. ის იხსნებაო კაცო, ტექსელის ლენტა გაუკეთეს და დაემთხვა.
Excel-ი აბა ეხლა ისე რა პრემოციზებდა, ეგ ანალიზები გაიკეთეს და ნამდვილად იყო. არა, მე ეს კითხვა დაგას რომ ის მეგონა მე თქვა. მე ის გზა უნდა გახსნილი იყო ალეია. ესეთი და დიღმში რო გაკეთე Excel-ის ალეია და ჩამოიყვანე დედაშენიო, ჩამოიყვანე და 4-4 მონაწილე გაიყო დარჩენილი ცოცხალი. Excel-ის მაშინ. ხოდა ჩამოვიყვანე დედა და ნუ აქ ცრემლი, ტირილი, ყველაფერი ხო იცით ახლა ის ბიჭები, კაცები მოვიდნენ, მოხუცები უკვე ისინიც ასაკში შესულები, კოცრიან დედაჩემს და შალიკოს დედარი და ამბავი ხო იცი ყველაფერი და მოკლედ ასე და ამრიგად ამ კაცმა რო გაიგო მე მყოლია მამი და იქაო და მიცნესო იქაო აი რო არაფერი რო არ იყოს საქართველოში პური რო გვიჭირდა სითბო რო არ ქონდა მუხლამდე თოვლი რო იყო მირეკა სანდრა და მეუნება ჩამოდის რობერტი თავისი ცოლითო მეუთხარი სახლიც ამა კარიც მაგრამ ვერ ვათმობ არაო შენთან არ დასახლდებაო მერე ბალაში იყო. მერე აქაო, მაშინ ჰოტელში უკვე აუღეო ნომერი, უბრალოდ უნდა დახვდეო. ღამის 2 საათზე წავედით. მე მაკა და ზაზა, ჩემი ბიჭი, დასახვედრად და სანდრაც წავიყვანით, რა თქმა უნდა მე ხო ვერ ვიცნობდი, ერთი სურათი მქონდა ნანახი, მეტი არაფერი და ჩამოვიდა თავისი მეუღლესთან ერთად, არაჩვეულებრივი კალია ისიც. მარიეთი. გადავიხვიეთ, გადავყოცეთ, ორივენი ვტიროდეთ. მაგ სურათი როდეს როგორ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. და წავედით იმ ჰოტელში ღამის 4 საათზე, გააღვიძა იქ ყველანი. აი ქართული ისა. სისხლში როგორ. როგორ ერთმანეთს შევხვდითო და ჩვენ არ დავლინოთო? არ დავილოცეთო? არ დავილოცოთ, ნუ. და დავილოცეთ რო იტყვიან, ვისაც რა გინდათ. მე გპატიჟებთ ყველას, ვისაც რა გინდათ. თურმე ეს ყოფილა ესეც პოლკოვნიკი. თუ გენერალი მოკლედ სამხედრო, ძალიან დიდი კაცი. სადროს უკითხე, ვინ არის მე? დიდი კაცია. რა გვარს ატარებს? ჰილტმანი. რობერტ ჰილტმანი. შეწერი რა თუ შეიძლება. მე გაჩვენებთ იმისი ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად რობერტისა, თამრიკოზე, ხონახეთ თამრიკოზეც რამდენი სურათები მაქვს. ხო და მოვიყვანეთ აქა ჩვენ აი ეს გაყინულ სახე წასვლა არ უნდა აქეთ. ანუ სიტუაცია როგორია? სამედიცინოდან გადმოჭიმული რაღაცა. მაშინ აბა თვარიდან გადმოუჭიმოთ თვარეს უანადებს. აი ეგეთი სიტუაცია როა. აი ეს ჭალზე ჩამოკიდული პატერნატურა ათებს. ესე გუსტოზია კანკალი ესე იგი ორ შაბათს წავიყვანე მე მცხეთაში ეს შაბათს მოხდა შაბათს შევხვდით კვირას ჩემთან იყვნენ მთელი დღე მე ამან ქალაქი დაათვალელებინა მე წავიყვანე მცხეთაში ვაჩვენე პაპასის ძეგლი უთხარეს აი თურმე რატო ხარ ასეთიო პაპას ძეგლი არსენას ძეგლი ოძელაში აი დედა ბებია მეთქი იმის კი არა უბრალოდ ხო და მოკლედ ისეთი ამბავი მქონდა ტირილი სიცილი ხვევნა კოცნა აი ჩახუტება რო იტყვიან ზუსტად მე წავიყვანე დათოსთან იმ დათოს სახს რა გაათმობდა კიდე სანდრაც წავიყვანე იქა ხო და სანდრამ ასეთი არის ეხლა რო არის სუსხანაირი 7 წლის შემდეგ მე სანდრა აღარ მინახე 2007 წლამდე დავდიოდი მოდიოდა მაგრამ იმდენად შემცვლდა სააკაშვილი რომ ვეღარ ავიტანე ეს გვარი არის დედის გვარი რომელიც რატო არა დედის გვარია რატო არ არის ლოლაძეზე ისინი ხო ხელმოწერილები და აი ოფიციალურად ხო არაფერი არ ქონდა გაფორმებული მაგის გარდა ბიძაჩემმა შეიძლება არც იცოდა რომ ის სულათი დაბჭა აპრილში ბიძაჩემი გარდაიცვალა თუ მაისში არა აპრილში გარდაიცვალა ბიძაჩემი აპრილში დაბადებული აპრილში მოკვდა რომელ აპრილში დაბადებული 6-ში თუ 7-შია დაბადებული არა ხარება დღეს დათიკოა დაბადებული
16-ია მე მგონი, აპრილის 16. აი გამაგიჟოთ მე 17 აპრილს ავიდა დაბადება. აი მგონი აპრილის 16. მაგრამ აპრილის თვეში როა დაბადებული ეს ნამდვილად ვიცი. მაგრამ თარიღი არ გახსოვთ. ბატონო? თარიღი არ გახსოვთ რომ ისაა. ხო, არ ვიცი. და აპრილშივე გარდაიცვალა. აპრილშივე გარდაიცვალა. აი მოკლედ რაღაცა ტუნელი ყოფილა გესმის. აი ტუნელში მოუკლათ. ეგრე ამბობენ და რა ვიცი რა. ისე განვიცადეთო გონგლაძე იძახდა. აი მე ლოლაძე იყო კიდე შოთა, რომელიც ძიხანი არ არის რაც გარდაიცვალა 5-6 წელიწადია. შოთა ლოლაძე. საცხოვრებელში. აი მიდან ბაღდადიდან. ისე. ბაღდადიდან. იმასაც ვიცნობდი, იმასთანაც მივედი. ვიკითხე, სანდრას შემდეგ უკვე, რობერტის შემდეგ მე დავიწყე. ჩვენ ვიცოდით რომ ბიჭი ჰყავდაო. ის ბიჭი რო გაჩნდაო ტექსტზე, ჩვენ მაშინ წამოვედითო იქიდან. აი მე ესეთი კითხვა მაქვს დავადებული. ის ადამიანები, ვინც ცოცხლად გადარჩნენ. აღარც ერთი აღარ არის ცოცხალი. ყველანი შალვას იხსენიებდნენ დადებითად. დადებითად კი არა, აფასებდნენ ურავიცი. უარყოფითად ამ პიროვნებას, რაგვარი იყო შენი? არტემიძეზე იყვნენ, არტემიძეზე უარყოფითად. შალვაზე მაინტერესებს დადებითს. აი რას ამბობდნენ უფრო კონკრეტულად? რას ამბობდნენ? ერთი ის რომ ოჯახებს მიგვიხედავთ, ანუ მეთაურის ერთ-ერთი თვისება რომ ზრუნავდეს თავის მებრძოლზე. დანარჩენი მაინც. მეგობრობა. მეგობრობა. ამხანაგობა, გაჭირებაში დახმარება. აი ამას ამბობდნენ. ყველანაირ ჭირსო და ლხინსო მაგას უზიარებდით. რაც გვაწუხებდა აბსოლუტურად. ნუ რეალური ხელმძღვანელი. ძალიან განათლებული კაცი იყო. აი უგანათლებულესი. აბსოლუტურად. ჯერ ერთი უყვარდა თეატრი. უყვარდა ხელოვნება. უყვარდა აი ადამიანი უყვარდა. ძალიან პატარა წავიდა აქეთ. 24-25 წლისა წავიდა. 29 წლისა უკვე აღარ იყო. და სახელი მაინც დატოვა. თელ ქუჩაზე მე ჩამოვედი მე წამოვედი თბილისში სასწავლად 54-15 წელს ახსოვდათ ბიძა ჩემი შალიკო. დუშეთის ქუჩაზე, ავლაბარში. რა მინდა გითხოთ, ანუ ვინც გადარჩა ცოცხლები და დაბრუნდნენ 46 შვედში. 85 კაცი ჩამოვიდა საქართველოში დაბრუნდა. აი ხო გითხარით 20 წლის თავზე შეიკრიბა ეს ხალხი კომკავშირის ღებაში და ჩვენ მიგვიწვიეს როგორც მე ბიძა ჩემი, დეიდა ჩემი ცოცხალი იყო და ორივე ჩემი ბიძა. და წავედით. მეც ვიყავი იქ. აბსოლუტურად აი ეს 185 იყო, არ იყვნენ 185. იყვნენ დაახლოებით 70-80 კაცი იყო. ერთხმად აღიარებდნენ ბიძაჩემს. ყველა დავხოცილიყავით, იქ ოღონდ ჩალიკო დაბრუნებული იყო ცოცხალი. რეზო ჩხეიძემ რო გადაიღო პირველად და რო ჩამოიტანა და უარი რო ათქმევინეს. რეზო არ გააკეთა პირველად რეპორტაჟი? კინოსტუდიაში რომ მიიწვიეს კოლე და ლევანი და უარი რო ათქმევინეს. არ თქვათო. ხო. ეგ ანუ კომუნისტებმა ანუ ეგ რომ მოგვიყოთ ძალიან საინტერესო. ერთი პერიოდი კომუნისტებმა უარი ათქმევინეს მაგაზე. პირველად ჩამოიტანა ის კადრები, ჩაბასი, რეზო ჩხეიძემ. გადაღებული ხო გახსოვს რომ ჩამოიტანა რომ მიიწვიეს მე კოლე და ლევანი. რომელი წელი იყო 70 თუ რაღაცა. შენი მოყოლილი ვიცი მე კაცო. აღარ ვიცი კაცო. ამოსმედი კარგად მაშინ არ მეკითხეს. ხო არა მაგაზე. რომ ჩამოიყანეს პირველად პოლისა შალვას სურათები გახსოვს 70 წელი იყო თუ 72 როდის იყო. რომ დარეკეს რომ მოგძებნეს და რომ დაგებარეს და თითი დაგიქნიეს ყველა სადეთაოდ უარი თქვითო. გაიხსენე აბა ეგ. ანუ ანუ რა მინდა რომ გითხოთ. წეგან რომ გითხეთ რომ ანუ ვინც დაბრუნდა. თქვენ ხო არ გაგიგიათ ამ დაბრუნების მერე ვინმე რომ დაეპატიმრებიათ ან ამნაირი რამე? არა, არავინ არ დაუპატიმრებიათ. აბსოლუტურად არავინ არ დაუპატიმრებიათ.
აი არტემიძემ მოატრიალა ყველაფერი ისე, რომ კომუნისტების მხარე ეჩვენებინა. და ეს ხალხი აღიარებდნენ, რომ არტემიძემ მოატრიალა სიტუაცია ესე, რომ არტემიძე არ უყვარდათ, ეზარებოდათ. რა პარტია, კაცო, რისი პარტია? მე რას ვამბობ, თუ არტემიძემ მოატრიალა ისე, რომ კომუნისტების მხარე დაიჭირა, მაშინ რატო ეჯავრებოდათ? იმიტომ ცოცხლები დარჩენდა, აღარ დაიჭირეს მაშინ. არა, არტემიძეს არავინ არ მოატრიალა, არტემიძე მე როგორც ვიცი, თავის თავს გაუკეთა თავის თავი ააშენა აგერ სახლი და მშვენივრად ცხოვრობდა. სხვა რამეს გეკითხება, ანუ არტემიძემ ისაქნა რა ქვია, გაუწია ამ მაგას გეკითხებიან. ეგ არ ვიცი ისინი როგორ შემოატრიალა და როგორ არ შემოატრიალა, მაგრამ არტემიძე იქ იყო პეშკა. ერთი ძა, მე როგორც ვიცი, როგორც მახსოვს, ნუ ეხლა არ უსმენდი, კარგად პატარა ვიყავ. მე როგორც ვიცი ამის მოყოლელი და როგორც მახსოვს, 70-10-იან წლებში ან 68 წელში, უფრო 60-იან წლების ბოლოს, რეზო ჩხეიძემ გააკეთა რაღაც ფილმი გადაიღო და ჩამოიტანა. და როდესაც გააკეთა ამ ფილმის პრეზენტაცია პირველად, ნუ მათ შორის ხო იყო ეს ლოლაძეზეც რაღაცები. დაპატიჟა მიიწვია ამ პრეზენტაციაზე მისი ძმები. ეს კოლა და ლევანი. ორივე საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა მაშინ. ერთი იყო გენერალური კინოპრაკატის რაღაც მოკლედ გენერალური დირექტორის მოადგილე და მეორეც კიდე რაღაცა მინისტრის მისი მოადგილე. არ ვიცი ზუსტად რისი. და დაიბარეს ესენი და დაუქმნეს თქვენ ხართ კომუნისტები და საზღვარგარეთ თქვენ არავინ არ აკავთ და ჭკვიანად იყავით. გაჩუმდით, არაფერი გაგიგიათ, არაფერი გსმენეთ, არაფერი დაგინახიათ. ამ და ამოიღოთ ამაზე ხმა. ეს იყო 60-იანი წლების ბოლო. მე ასე მახსოვს მონაყოლიდან. წერან რო თქვით, რომ აი არტემიძემ გამოიხსნა ისინი, რომლებიც დაპატიმრებული იყვნენ. არავის არაფერი არ გამოხსენეთ. მე როგორც ეხლა ძალიან ძნელია რაღაცის თქმა, იმიტომ რომ შეიძლება ხვალ დღეს მოდაშია გიჩივრებ რატომ აბრალე, ხო? მე ვერავის ვერ დავუმტკიცებ, მაგრამ როგორი ვერსია არის ესეთი. და მე ასე ვფიქრობ, რომ არტემიძეს არავინ არ გამოუხსნია პირიქით. არტემიძემ ასე ვთქვათ, თვითონ Высоцкий აქვს კარგად თქვა, ნადაზვის პარუ ტავარიში პაკამაძე, который лучше бегает, чтобы самому быть первым. აი ესეთი რაღაცა გააკეთა არტემიძემ. თვითონ შეიქმნა იმიჯი. თვითონ პარტიული იყო, ვინ იქნებოდა 18 წელს დღაპე იქნებოდა პარტიული? თვითონ შეიქმნა რეკლამა, თვითონ გაიკეთა სახელი, იმიტომ რომ დაბრუნდა და ისჭირდებოდა. ის უკვე გარდაცვლილი იყო და ვერავნებას ვერ დაუმტკიცებდა. მან ესეთი რაღაც მდიახ, ზუსტად იქნება მან ესეთი რაღაც მოხდა. რომ ესეთი კითხვა მეგოდება და ალბათ ლეგიტიმურია ეს კითხვა, რომ არტემიძეს უთხრეს შენ მოიქეცი ისე როგორც გეტყვით, დაიჭირე პროსაბჭოთა მხარე, თქვა მე არ დაგიმალავ და პირდაპირ გეტყვით, მე შალვას ვთვლი, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ხელმძღვანელ პიროვნებას, რომელიც თუ გერმანელების მხარეს იბრძოდა და დიახაც უნდა ებრძოლა, არა, მე ვიბრძოლები მაგალითად მის ადგილზე ყოფილიყავი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ არტემიძემ ეს კაცი მისი სახელი და გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი დიდება. აი ზუსტად მასია. მეც მასე ვფიქრობ. ზუსტად მასე ვფიქრობ. ნამდვილად არ ებრძოდა გერმანელების მხარეს. უბრალოდ მოაწვა აჯანყება. არა, მე პირად ვიბრძოლები არ დაგმოვა. შემიძლია ჩავწერო, დავდგე იქ და მიდახმავალე გავაცხადო. ისტორია დავიტოვო. გასაგებია, უბრალოდ არ იბრძოდა. არა, აქ მე სხვა რამის მივხვდით თქვენ. შეიძლება იბრძოდა თუ არ იბრძოდა, მაგრამ იქ იყო, მაგრამ აი ეს ამ ადამიანის სიკვდილი გამოიყენა თავის სასარგებლოდ. ზუსტად გამოიყენა ზუსტად ესე გამოიყენა. აი ეს მონაყოლებიდან კიდე როგორც მახსოვს, ღრმად სადღაც არტემიძესა და ამ შალვას შორის ფლად კარგი ტკბილი თბილი ურთიერთობა არ იყო. რაღაცა ისე და არტემიძეს არ აწყობდა შალვა, იმიტომ რომ შალვას უკეთესი სახელი ჰქონდა, უფრო არტემიძეს რა თანამდებობა ეკავა ქართულ ბატონო? რა თანამდებობა ეკავა არტემიძეს? არაფერი. რიგითი მეომარი. რა ქვია? ბიძაჩემის შემდეგ შემცვლელი ნოე გონგლაძე. სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა ლეო ძიასთან, კოლიაძიასთან, ჩემთან, დეიდა ჩემთან.
ყველასთან კონტაქტი შენ ქონდა. გაქვს ირაკლი მისი კონტაქტი? იმდენად კონტაქტი ქონდა, აი სადაური იყო ეს ეს? ბორჯომელი. ბორჯომელი. ბორჯომის ყოველთვის ერთ ხუთ ბორჯომს გვიგზავნდა საახალწლოდ ხოლმე ნოე. სხვა კიდევ ვინ შეიძლება? ყველაზე კარგად ვიყავით ნოე გონგლაძეს. არა, მე სხვაც მაინტერესებს. გუჯაბიძე ხო არ გახსოვთ? გუჯაბიძე როგორ არ მახსოვს, კაცო? აი, თურმე ხსოვ. გუჯაბიძე როგორ არ მახსოვს? ვინ პარლამენტარი? ვიმე გუჯაბიძე 100 მეთაური იყო. ბიძაჩემის ასეულებად ხო ყავდათ 100 მეთაური იყო გუჯაბიძე. ძალიან კარგი პიროვნება. ყველა აქებდა. ნოე აქებდა. ბატონო თბილისელი იყო გუჯაბიძე? არ ვიცი ეგ სადაურელი იყო, მაგრამ გუჯაბიძეს აქებდა ყველა აბსოლუტურად. აი ისე კარგად მახსოვს, აი 65 წელს რომ შეიკრიფნენ. მე მაკა 1 წლის ამყავდა 2 წლის მაშინ ახალი ის იყავი და აი მეც ბიძაჩემი საერთოდ ლევანი ძალიან აქტიური კაცი იყო. აი სურათიც იმან გააკეთა, ძალიან ეს ფეტავდა ყველაფერ მასალას საერთოდ. ლეონიძე, გიორგი ლეონიძე თუ იცნობდა კარგად ხომ ოჯახს? გიორგი ლეონიძე პატარცლეულელები იყვნენ. საიდან ალბათ მიხვდით ჩვენები არა, ჩემები ხაშმელები იყვნენ. ხაშმიდან იყვნენ და პატარძეულში იცით აი ამას ყავდა 2 ძმა კიდე პაპა ჩემს ყავდა და ერთ-ერთი ესტატე იყო ხაშმში დარჩენილი და ერთი პატარძეულში გადავიდა მე გადამოვიდა თბილისში საცხოვრებლად. ანუ პაპა თქვენი სახე რომელიც ბაქოში იყო რა ერქვა? გიორგი. ანუ ვალიკო ბაქრაძეც იმაში იყო ბაქოში საიდანაც ახდენდა გაგზავნას რევოლუციონერების ირანში. ესა ბებია ჩემი ძალიან აქტიური ხალი იყო. აი ხო 9 შვილი ყავდა. ოძელაშვილის ხალი. 9 შვილი ყავდა. მეათე იშვილა ბაქოში. ის ბავშვი ჩამოიყვანა ახმეტაში დააბინავა. და გარდაიცვალა ის აღარ არის ცოცხალი, საკმაოდ ადრე გარდაიცვალა. გვარი ალბათ თავისი მისცეს. ხო გვარი თავისი ჰქონდა. უბრალოდ იშვილა. და იცით რა, ეს რო ჩამოვიდა 27-28 წლებში ესე თელ ქალებს აი ესე უყრიდა თავს და თემსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ეხლა ერთი თხოვნა მექნება. თქვენ აქ სურათები გაქვთ და კი, ხომ არ შეგიძლიათ ამ სურათებში თქვათ რომელიც შალვა სურათები სხვები არ გაქვთ? არა, შალვა სურათები ახლა აი 35 წლის სურათი ესა მაქვს. სხვა არ გაქვთ. და მაქვს აი ჩემს ოჯახში, თელავში გადაღებული, მამა ჩემს რო ეხმარებოდა სახლის მშენებლობაში. აქ არა მაქვს. უნდა გქონდეს დათოს. დათოს იმაში უნდა იყოს. დათო ის არის 45 წელს შედაბადებული შალეკორო საუბი აღარ. ვეთქვი მაშინ. ანა ამის დროს მამაც მითხრა მოგიძებნიო სურათებსო, შეიძლება რამე მქონდესო. ხო, აი სხვა სურათები მაგალითად იგივე არჩილის შესახებ. არჩილის შესახებ სურათი ხომ არ გაქვთ სხვა არჩილის? აი არჩილის სურათი მარტო ესა მაქვს ამაში გადაღებული, იმიტომ რომ რა არის იცი? დაპატიმრებულა ხანც იყო? ესენი მაქვს მე ხო თამრიკოსი, რობერტის მთლიანი კომპლექტები, ძველი აგერ გაზეთიც ამ მქონდა შინახული, ქართველების აჯანყება პირველად რო გამოვიდა, წიგნი ისა 45 წელს ის ქართლომის აქნა წამართვა და ერთმანეთს ვარცმევთ გლეჯავთ რო იტყვია. 99 წელშიც აი 9 აპრილის მანანა ლოლაძეც ჩემი ბიძაშვილია მანანო აი შალვა ძმისშვილია, ლევანის შვილია. ლევანის გოგოა. ანუ 9 აპრილს და გარდაცვლილი გარდაცვლილი მანანო ჩემი ალალი შალვა ძმისშვილია. ვიძლის ძმისშვილი. ძმისშვილია. და ესენი გარდაიცვალა ის 9 აპრილს. პირველი ის რომ ვაიმე მოვიდოდა სახში იჯდა ზვიად გამსახურდია და ისინი იჯდა იქა. და ის ლეიტენანტი ქალი ვინც გადაარჩინა მანანამ თვითონ მოკდა და ის გადაარჩინა 34 წლისა იყო ჩემი ბიძაშვილი. ეხლა მითხარ შენ ისტორია არ არის? რამენდეს ანუ
ისევ ამ თანამებრძოლებზე ხო არ გაგიათ მელიქიას ვინმეს ახსენებდნენ თუ არავის ვინა? მელიქია გვარად ხო არ უხსენებიათ ვინმეს მელიქია ასე გვარებით ვერ გეტყვი შვილო ნამდვილად იცით რატო ძალიან ბერნი არიან 180 კაცი უბედური ონახი როგორ არ ნაცემი და აი პირით აი ეს ქონდა ლაპატაი აი ამ ადგილზე ამ 16 გაჩიო რა ის მოსთალოზე მანანა როლაძე ცხოვრობდა იცით სადა კინოის თბილისი ხო გახსოვთ ეს ბავშვი არ ეცოდინება კინო თბილისი ხო გახსოვთ ოპერა რუსთაველის თეატრის ცოტა აქეთ კი როგორ არის ხო უნდა გახსოვდეთ აი იმის თავზე ცხოვრობდნენ ბიძაჩემი ლევანი იქაც ცხოვრობდა იქ მანანა რომ გამოვასვენეთ ტევა არ იყო იქვე იდგნენ ჩაფხუტიანი ისინი რუსები საწყალი აქ რო ისწავლეს დონერება თვალები უნდა ნინო ჟვანია მოვიდა და გვეუბნევდა სად დაასაფლავებთო ქალსო რისი გულისთვის მოკლეს დედამისი ეუბნევდა თურმე ბიცოლაჩემი ნუ მიდიხარ შვილო უკვე გვიანარიო მოვიდა საჭმელი შეჭამა თურმე უცბად და გავარდა ისე რას ამობდედი იქ ისეთი ლაპარაკიაო ისე ვისმენო ისე კარგიაო რა ჩემს ცხოვრებაში ასეთი საუბარი არ მომესმენი არასოდესო ისე ანუ იმ თანამებრძოლების ვინც ახლა ჩვენ თქვით სხვა გვარები თქვენ აი თანამებრძოლების გვარი ცხეთელისა ჩაწერილი მაქვს ცხეთელის ცხეთელში და მე მგონი ის კაცი ცოცხალი აღარ არის იმას შევხვდი მე 2007 წელში ბოლოს წიგნი ვინც გააკეთა პირველად ქოჩიაშვილი იყო გვარად ეს კათოლიკე პარტიზანების აჯანყება ჰოლანდიაში ეს გამოვიდა 47-ში და 48 წელში თუ არ ავწდები ეს წიგნი ჩვენთან ერთადერთი გქონდა დეიდაჩემსაც აღქონდა ეს წიგნი ბიძაჩემებს უყველას აღქონდათ ხო და ეხლა მე სახლიდან ვერ წამოვიღებდი ჩემი ძმები არ გამომატანდნენ ხო და დეიდაჩემის წიგნიც მეორე ძმამ წამართო ქართლოსი რომ ყავ ძმა იმან წამართო იმას არ და ავტორი თვითონ თქვენთან არ მოსულა არასოდეს არ მოსულა ჩემამდე ავტორი მე ხო გეუბნები ძალიან კარგად ვიცნობდი ნოე გონგალაძეს კარგად ვიცნობდი აი ცხეთელს რომელიც ახლა 2007-ში ვნახე რა გვარის იყო ეს კაცი ხოლმე მიწერია მაკა ჩემი წიგნს მომიტანე რა შემო პარესა ბლოკნოტი რომელი შავი თუ წითელი წითელი მანდი ქრება ბანახე ან მანდი ან იქ ტელეფონებთან აი ეგ ძართული შეკითხვა ის დავალება მომე ცხეთის გვარს გეტყვი ხოლმე იმის აი ფილმი რო გადაიღეს მე ჯვარცმული კუნძული ამ დროს ის სხვა არის შვილი ის სხვა არის და ის წამება სხვა არის ჯვარცმული კუნძული სხვა არის მე იქ ბიძაჩემი ვერ დავინახე მე მახსოვს ხო გეუბნები მართალია პატარა ვიყავი 39 წელში მამაჩემმა სახლის მშენებლობა დაიწყო და ბიძაჩემი ჩამოვიდა სპეციალურად შალვა ჩამოვიდა და ისე კარგად მახსოვს აი თან მამაჩემს ეუბნება ერთი ჭიქა ღვინო რამდენ 10 ვედრას რო ავეტანო კირსა და იმასო ზევითო ერთი ჭიქა ღვინო მერეო და ესე აი ამ ხუმრობით და იმებით და დამტაცა ესე ხელი და 100 ამაგდო ზევით და ისე აი ამ ბავშვსა ხოლმე რაღაცა ამახსოვდება უშეგენაცვალოს ბიძაო რა გოგო გვეყოლებიო აი ეს ჩამიხუტა რაღაცნაირად ის ძალიან კარგად და დათიკო მახსოვს კიდე იცი რომ 42 წელში რომ მობრუნდა 41-ში და ბებიაჩემი უნება რაო შვილო არ წაგიყვანე ეს ჯარშიო და ეგრე მითხეს პატარა ხარო არა და 2 მეტრიანი ვაშკაცი იყო იმისთან ამაღალი თეთრი საროჭკა იცის მახსოვსა ეს შეხედულები